სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 22 მილიონ ლარამდე ღირებულების სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. ამის შესახებ საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა ისაუბრა. გიდო ათამაზაშვილმა და სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გიორგი ქოჩიაშვილმა სამუშაო შეხვედრაზე რეგიონში საირიგაციო სისტემების მდგომარეობა, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 4500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდების გასაუმჯობესებლად წელს 22 მილიონ ლარამდე ღირებულების სარეაბილიტაციო პროექტების დაწყებაა დაგეგმილი. შეხვდით ადგილობრივ მოსახლეობას და ადგილობრივ ხელმძღვანელობას, გავეცანით არსებულ პრობლემებს, მოვისმინეთ ის საკითხები, რომელიც ამჟამად მწვავედ დგას და დავსახეთ სწრაფად გადაჭრის გზები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას და ადგილობრივ ხელისუფლებას გავაცანით ის პროექტები და ის საკითხები, ის დიდი მშენებლობები, რომლიც განხორციელდება და დაიწყება მიმდინარე წელს და ამით გაუმჯობესდება საირიგაციო წყლის მიწოდების საკითხი მთლიანად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.